აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განცხადებას აკეთებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, მინდა გაგაცნოთ აფხაზეთის მთავრობაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბატონი დავით მორგოშია მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ბატონი ბექა ღვაჩლიანი. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად. დავით მორგოშიამ მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტ შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებით გააძლიეროს მუშაობა და მინდა წარმატება უსურვო მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციას. რაც შეეხება ბატონ ბექა ღვაჩლიანს, მას აქვს დიდი გამოცდილება ხალხთან კომუნიკაციის, განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით, აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურა მისთვის უცხო არ არის, რადგან ბოლო პერიოდში იკავებდა მინისტრის მრჩევლის და შემდეგ პირველი მოადგილის პოზიციას. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო სახსრები იყოს გამჭვირვალე. თითოეული ლარი დაიხარჯოს ეფექტურად და ყველა დევნილს ჰქონდეს იმის შესახებ ინფორმაცია, რას ხმარდება აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სამინისტროების ბიუჯეტი. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ამაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავ შევიკავებ და წარდგენილ კანდიდატებს მინდა წარმატება უსურვო.